მადლობა რომ დღეს მარტო იმ დროს კი არ უნდა იმღერო რა ნათელი დღეა და რა მზიანიო. დაბადების დღე რო აქვს ვინმეს. ყოველთვის უნდა იხარო რომ როგორი დღეც არ უნდა მოგცეს უფალმა, ეს არის მისი საჩუქარი, იმიტომ რომ მას უყვარხარ შენ. ამენ. და უნდა რომ ამ დღეს მთლიანად დატკბე მასში, მის თანდასწრებაში, მის ნებაში, მის სიტყვაში, მის გეგმებში და მის სხეულში, რომელიც არის ეკლესია და რომლის თავის არის თვითონ ძვირფასნო. ამენ. თქვი მადლობა უფალს, რომ მე დღეს ვარ ეკლესიაში. წუთისოფელი ისეა შექმნილი, რომ ყველა და ყველაფერი რაღაცას ეძებს, ვიღაცას ეძებს. რომ ავიღოთ ძვირფასებო ქმნილება ღმერთის, ფლორა, ფაუნა, განსაკუთრებით ყველას გვახსოვს ალბათ ეს ექსპერიმენტი, აი ყვავილს რომ შემოატრიალებდი, რამოდენიმე ხნის შემდეგ ის მაინც თავისი ფოთლებით მიბრუნდებოდა მზისკენ და სინათლისკენ. იმიტომ რომ ის ეძებს ამ სხივს და ამ სითბოს. ფრინველები საკენკს ეძებენ. იესო გვეუბნება არა შეხედეთო ჩიტებს. ჩიტი არ არის ფეხი ფეხზე გადადებული, ესე ხელებ დამღლიავებული. ის ყოველთვის რაღაცას ჭამს. ამენ. და არ ვიცი ის ჭკვიანია თუ არა ადამიანზე, მაგრამ ყოველთვის რატომ აქვს საჭმელი? იმიტომ რომ არ დარდობს, არ ნერვიულობს, რა ვჭამო, რა რითი წავიხემსო, საუზმე რა მექნება ნეტა, სადილი მინდა კარგი, სად ვივახშმო. ღმერთი აძლევს. ღმერთი აძლევს იმას, ვინც არ დარდობს, არამედ არის უფლის ნებაში. ცხოველები ძვირფასებო მუდამ საკვებს, საჭმელს ეძებენ. ამენ. ადამიანები ყოველთვის რაღაცას ეძებენ. ყოველთვის რაღაცის ძიებაში არიან. რომ იღვიძებს ადამიანი, უკვე დაგეგმილი აქვს თუ იმ დღეს რა უნდა ეძებოს, ვინ უნდა ეძებოს. გასმეთ? და მინდა რომ დღეს გავამახვილო თქვენი ყურადღება იმაზე, რომ რას ვეძებთ. იმიტომ რომ ადამიანი ეძებს საჭმელს, ტანსაცმელს, კომფორტს, სიმდიდრეს, ფუფუნებას, თავისუფლებას. გესმეთ? მანამდე ვიდრე ცოცხალია ადამიანი, სულ რაღაცას ეძებს. და ესეთი სათაური მივეცი დღეს. რას ეძებ? ვის ეძებ? ამენ? რატომ ეძებ? სადამდე უნდა ეძებო? არსებობს უმნიშვნელოვანესი აქსიომა. როდესაც რაღაცას ეძებ, ხშირ შემთხვევაში რაღაც ის ან ვიღაცის მიტოვება გიწევს, რომ ის იპოვა. რაღაცის დათმობა გიწევს, რაღაცის დაკარგვა გიწევს. ისე ვერ იპოვი. ვიცით ხო? იგავები იესო ქრისტეს, რომ თუ ვინმე რამე დაკარგა, ის ყველაფერს მიატოვებს, წავა და იმის მოძებნას დაიწყებს. გესმით? თუ მონეტა დაკარგა ადამიანმა და ის ძვირფასია, თუ ვთქვათ სამკაული დაკარგა და ის ძვირფასია, ყველაფერს მიატოვებს და ის ეცდება რომ მოძებნოს. ყველგან შეძვრება, ყველაფერს გამოწევს. ხალხი ისე შედის აზარტში, რომ ყურადღებას არ აქცევს თუ რას კარგავს აი ამის ძებნაში, რომ ოღონდ მოიპოვოს ის. რამდენი რამე დაგვიკარგია რაღაცის ძებნაში და აღმოჩენილა, რომ უფრო ფასეული დაგვიკარგია, ვიდრე რაღაც ვიპოვეთ. ადამიანის სული მუდმივად უნდა ეძებდეს ღმერთს. ადამიანის სული მუდმივად უნდა იყოს მშიერი და მას აპურებს, არწყულებს ღმერთის სიტყვა ძვირფასებო. აი, რამდენ დროსაც უთმობ ღმერთის სიტყვას, სწორედ ეს არის იმისი საპირწონე თუ რამდენად
მშიერი ხარ, უფლით და რამდენად გიყვარს უფალი. ღმერთს ყავს მტერი, რომელსაც ეშმაკი ჰქვია. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკი გამუდმებით ეძებს შენს დაცემას, შენს ცდუნებას, შენს ჩავარდნას, ის ჩასაფრებულია კართან და ეძებს მომენტს. მან იცის შენი გემოვნება, შენი შეხედულებები, შენი გზნობები, შენი სურვილი, შენი ფიქრები და იმის შესაბამისად არის ჩასაფრებული და ელოდება მომენტს. ეშმაკმა მისცა პირველ ადამიანს ის, რასაც ის ეძებდა, ანუ ნაყოფი, დროებითი, მაგრამ რის სანაცვლოდ ძვირფასებო? ედემის ბაღის, თავისუფლების, ღმერთის თანდასწრების, 64-ის სანაცვლოდ, რაც მარადიულია. ადამიანმა მიიღო რაც უნდოდა და რასაც ეძებდა, მაგრამ დაკარგა. გესმით? დაკარგა ღმერთთან სიახლოვე. არაფერი არ ღირს ღმერთის თანდასწრების, მისი სიახლოვის, მისი სიყვარულის დაკარგვას, რაც არ უნდა მოიპოვო. გადახედე, რას ეძებ და რის ფასად, რა გიჯდება და რას კარგავ. ამის შემდეგ ადამიანებმა მაინც გააგრძელეს იმისი ძებნა, რაც სურდათ, რაც უნდოდათ, რაც მოსწონდათ. ღმერთი აფრთხილებდა, რომ ასე ისინი სიცოცხლეს დაკარგავდნენ. მაგრამ მაინც ჭამდნენ, სვამდნენ, ხო? რგავდნენ, აშენებდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, ქორწინდებოდნენ, თამაშობდნენ, ერთობოდნენ, ანუ ღებულობდნენ იმას, რაც უნდოდათ, რასაც ეძებდნენ. მაგრამ ყველაფერი დაკარგეს. 120 წლის განმავლობაში ისინი ხედავდნენ, თუ როგორ შენდებოდა კიდობანი. ხსნის კიდობანი, არა რაღაც ნაგებობა. ეს იყო მათი გაფრთხილება ყოველდღიური. რომ აი ის არის უმთავრესი, რასაც უნდა ეძებდე, რაც გიხსნის. რასაც ეძებ, არის შენი მხსნელი? რასაც ეძებ, განთავისუფლებს? რასაც ეძებ, არის შენი გადარჩენა? თუ ეძებ, იმიტომ რომ ვიღაცამ ეძება და იპოვა, ვიღაცები ეძებენ და მათ ფერხულში ხარ, ესე ვთქვათ, ჩაბმული. მათ არ მიატოვეს განცხრომაში ყოფნა. ყველაფერს აკეთებდნენ, როგორც იესომ გვითხრა, როგორც იყო ნოეს და ლოტის დღეებში. ყველაფერი ჰქონდათ, რაც უნდოდათ, იმიტომ რომ ეძებდნენ. ეძებ ღმერთის გზას დღეს. თუ მსახურების დღეს მოხვედი ეკლესიაში და ესე იგი ეძებ ღმერთის გზას. და თუ ეძებ, პოულობ, რას პოულობ? რომ მოიპოვო, უნდა მიატოვო შენი გზა. რომ იპოვო ღმერთის გზა, უნდა მიატოვო შენი გეგმები და შენი ნება, ტრადიციის გზა, რელიგიის გზა. ნოემ გააკეთა ეს. გესმით? რა თქვა ღმერთმა ნოეზე? ის უმციკლოაო და მართალი. იმიტომ რომ ეძებდაო ღმერთის გზებს. აი, კარგი ფორმულაა ძვირფასებო იმისთვის, რომ გადავრჩეთ. უნდა დავიწყოთ ღმერთის გზების ძებნა. უნდა ვიყოთ უმციკლო და მართალი. გესმით? აი, ამიტომ აირჩია ღმერთმა ნოე. ის მიკერძოებული არ არის. თუ შენ გინდა იყო უმციკლო და მართალი და ეძებო ღმერთის გზები, მაშინ უნდა მიატოვო სხვა ყველა დანარჩენი გზები. ამენ? არ მიატოვა მთელმა საზოგადოებამ, მხოლოდ ნოემ მიატოვა. დაიღუპა მთელი საზოგადოება ამის გამო. მაგრამ ეგონა მართალი იყო.
ეგონა უმციკლო იყო, ეგონა სწორ გზაზე იდგა. თუ გგონია რომ სწორ გზაზე დგეხარ, ეს არის დაღუპვა. ეჭვი რო არ შეგეპაროს, იესოს გზაზე უნდა დადგე. ის მოგეხმარება ყველაფერში. ღმერთმა აშენებინა კიდობანი, ესმეთ, რომელშიც გადარჩა თვითონ და მთელი მისი სახლი. ღმერთს უნდა რომ გადარჩე შენ და მთელი შენი სახლი. და არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, მეკობრებო, რომ მიიღო, რასაც ეძებ, ჯერ უნდა დაკარგო. ამენ? რატომ დაიღუპა ის ხალხი? ვერ დაკარგა, რაც ეგონა ძვირფასი. შეიძლება ძვირი უღირდა მას ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ დაკარგა. დაკარგა გადარჩენაც და ისიც დაკარგა, რაც უნდა დაეკარგა მანამდე, რომ მოეპოვებინა. და ამიტომ დაიღუპენ. ღმერთმა გვასწავლა, რომ უნდა ვეძებოთ ძვირფასებო, ეძებეთო და იპოვით, გითხრა უფალმა. თავად ის გმოძღრავს. ითხოვე და მოგეცემა, აკაკუნე და გაგეღება, ეძებე და იპოვი. მაგრამ რა სარგებელია თუ ყველაფერს მოიპოვებ და შენ სულს დაკარგავ. ღმერთმა მომცა ამისი უფლება, რომ ვეძებო. უმთავრესი, რაც ღმერთმა მოგცა, ეს თავისუფლება და არჩევანი. არ უნდა დაკარგო შენი სული, არ უნდა დაღუპო შენი სული. თორე შესაძლებელია, რომ ყველაფერი მოიპოვოს ადამიანმა. თუ ყველაფერს მოიპოვებ და სულს დაკარგავ. ესმეთ, რა მტკივნეული ფრაზაა. უფალი არ ამბობს, არ მოიპოვო ყველაფერი და თან სულით შეინარჩუნეო. შეუძლებელია ყველაფერს პოულობდე, ეძებდე და სულსაც ინარჩუნებდე. ამიტომ ყოველთვის წარმოიდგინე შენს წინ ეს სასწორი. ყველაფერი დროებითი და შენი სული, მარადიული, რომელიც არ უნდა აღმოჩნდეს ჯოჯოხეთში. მარადიულად. გესმეთ? ძალიან საინტერესოა. ვაკეთებთ რაღაცას, რაც დროებითია, რასაც ცეცხლი გაანადგურებს, იმიტომ რომ იესოს მოსulis დრო ახლოვდება. ვიცით ეს და მაინც ვაგრძელებთ. დროა გონს მოხვიდე. რატომ ეს მაგალითები? მე ბიბლიას ვციტირებ ძვირფასებო დღეს. ჰალელუია. ნოე რო გამოვიდა კიდობნიდან, არაფერი აღარ იყო ირგვლივ. ყველაფერი იყო დაკარგული. ესმეთ? ნოე რო გამოვიდა კიდობნიდან, აღარაფერი აღარ იყო. ის რასაც აკეთებდა ყველა და რასაც აკეთებდა თვითონ. მოვა დრო, რომ აღარაფერი აღარ იქნება. მაგრამ შენ სად იქნები? ესმეთ? უფალი გვეუბნება, რომ მოვა დრო, როდესაც აღარაფერი აღარ იქნება. დადგება დრო და აღარაფერი აღარ იქნება. როდესაც მოვიდა დრო კიდობნიდან გამოსვლის, გამოიხედა. წარმოიდგინე, რომ გაიხედო ირგვლივ და აღარაფერი აღარ იყოს. საშინელებაა ერთის მხრივ. მაგრამ იყო ის და მისი ოჯახი. ალო? აი რა არის საპირწონედ დაყენებული? შენ და შენი ოჯახი თუ ყველაფერი? დანარჩენისთვის აღარაფერი არ იყო და თავადაც არ იყვნენ და დაიღუპნენ. ნოესთვის აღარაფერი აღარ იყო, რაშიც ყველაფერს დებდა, მაგრამ იყო ის და თავისი ოჯახი. ხედავთ განსხვავებას? რა გინდა შენ? არ არსებობს სხვა გზა.
ერთი გზა იყო მხოლოდ კიდობანში შესვლა. მხოლოდ კიდობანში შესასვლელი გზის ძიება, ძებნა და ავტომატურად ყველაფრის მიტოვება. აი ამიტომ არის რომ ძალიან არ უნდა გაუძალიანდე რაღაცებს ამ წუთის სოფელში, იმიტომ რომ მაინც ტოვებ. ამენ? ვერავინ ვერ წაიღებს იქ. ჰალელუია. რომელი ჯობია? არაფერი აღარ იყოს და იყოს შენ და შენი ოჯახი, თუ გქონდეს ყველაფერი, თუნდაც საუკეთესო და დაიღუპო. როგორც მხეცი ეძებს ძვირფასებო ჯოგიდან ჩამორჩენილს. ჩასაფრებულია. ძალიან საინტერესოა. თავად უფალმა შექმნა ესე. იცი, ცოდვის გამო, თორე დასაწყისში ერთად ბალახობდნენ ტაცებელი ცხოველები და ჩვეულებრივი. შურის ნუკრი, ბეკეკა და ასე შემდეგ. ისევე ეშმაკი ეძებს ურჩს, თავაშვებულს, ამპარტამანს, ჯიუტს, ზარმაცს, ეგოისტს. გასმეთ? ღმერთმა რატომ არ მისცა საშუალება თავის ერს ეშენებინათ საშვილიშვილო დარბაზები. კარავში აცხოვრა, რომ მიდრეკილი არ ყოფილიყვნენ და მუდმივადაც კი არა. დროებით მოვიდოდა ბრძანება, ისინი უნდა აყრილიყვნენ, აევაგებინათ ყველაფერი და დადგომოდნენ გზას. ციხე დარბაზი კი არ უნდა იყოს შენი საცხოვრისი, როგორც კარავი ისე უნდა იყოს. გესმის? რომ მე არ ფიქრობდე, რა დავკარგე. იმიტომ რომ ის გაკარგვინებს მარადისობასაც. არასოდეს არსად არ უთქვამს ღმერთს, რომ უნდა იყო, არ ვიცი, დაჩაჩანაკებული, საწყალი, დაძონძილი. ის კურთხევას გპირდება და გზებია თუ როგორ გაკურთხოს. მაგრამ ნახე, როდესაც არ გიშვებს რაღაცა და ვიღაცა, არ გიშვებს სამსახური, მამონა, ფული, მატერიალიზმი და გონია რომ შენ ფლობ მას, ცხადია ის რომ ის გფლობს შენ. ამენ? შენაც გაქვს, შენ უნდა ფლობდე მას. თუ ვერ ფლობ, მაშინ ის გფლობს შენ და ხარ საშინელ მონობაში. როდესაც დღისით ღრუბლის სვეტი, რომელიც თან უჩრდილავდა იმ პაპანაკებაში და ღამით ცეცხლის სვეტი, რომელიც არა მხოლოდ უნათებდა, არამედ ათფობდა. დღეს სული წმინდა მისი განსახიერება და პროტოტიპი. არ უნდა ჩამორჩე მას, იმიტომ რომ ვინ ჩამორჩებოდა იმას, მტერი იჭერდა ჩასაფრებული, ძირითადად ყამალეკელები და კლავდნენ და დღეს ურჩებს პრობლემებში ეშმაკი და ცხოვრება და სიდუხჭირე კი არ აგდებს. თავიანთი პოზიცია. ამიტომ გადახედა შენს პოზიციას. 1 პეტრეს 5:8 იყავით გვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაკლაპოს. ხო იცით არა, ანდაზა რომ დედის გვერდზე მორბენალ კვიცსო. გებულობთ ვიფასებო. ის ვის ჩაკლაპავს, ვინც მოშორდება დედას, ვინც მოშორდება უფლის ნებას, ვინც მოშორდება ეკლესიას. მერე გვიკვირს რატო არის პრობლემები. სად ხარ, ვის მისდევ, ვისთან ხარ, ვისთან ითფობ ხელს, ვის უჭერ ხელს, ვინ გიჭერს შენ ხელს და ვინ არის შენი მხარდაჭერი. არის ეს უფალი? არის ეს ეკლესია? თუ სხვა ვინმე და რამე.
რას ეძებ? ეძებ, რომ დაუჭირო ღმერთის ნებას ხელი? თუ შენს ნებას? ეშმაკი ეძებს. ის უფრო ორგანიზებულია ამ ძებნაში ვიდრე შენ. ანუ თუ ფხიზელი არ იქნები, თუ მღვიძარი არ იქნები, თუ მოდუნებული იქნები, ლოიალური იქნები, მერე რა, არხენი თუ იქნები, სულ ერთია თუ იქნები, ის ჩაკლაპავს. ზღაპარი გახსოვთ ხო ალისაზე? ჩემთვის სულ ერთიაო. გესმენთ? ეს არის ადვილი ნადავლი მისთვის. უგუნურიაო ვინც არ ეძებს ღმერთს. გესმენთ? რომელთა 31-ში არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. უგუნურია ვინც ღმერთს არ ეძებს. არავის არ უნდა რომ იყოს უგუნური. ეგრეა? მაგრამ ღმერთს თუ არ ეძებ უგუნური ხარ. თუ გინდა გონიერი იყო, გონიერების საწყისი ეტაპია. პირველი საფეხურები ღმერთის ზებნა. სახში ჯდომა კი არა, ღმერთთან ყოფნა, ღმერთის ერთთან ყოფნა, ერთობაში ყოფნა. ჰალელუია. ერთმა თქვა ძალიან კარგად, რომ ორი რამ ძირითადად. ორი რამ შეუძლებელია მარტო. გააკეთوان იყო. პირველი, დაოჯახდე, ვერ იქნები დაოჯახებული თუ მარტო ხარ. ამენ? და მეორე, ქრისტიანი ვერ იქნები თუ მარტო ხარ. არიან ესეთი მარტოსული ქრისტიანები. სახში ქრისტიანები არიან. ღმერთის სახელს ახსენებენ. ამით შეურაცხყოფენ ღმერთის სახელს. იმიტომ რომ არ წარმოთქვაო ჩემი სახელი ამაოდ ამბობს უფალი. ღმერთმა შექმნა ეკლესია რომ ერთობაში ვიყოთ. გესმენთ? მაგრამ იმ დღეს, შეკრების დღეს საქმე აქვს კაცო. ასეთ ადამიანს არ თulis ღმერთი. იცი, მან ჩათვალოს თავისი თავი ქრისტიანად, მაგრამ მიმდევრად არ თulis. მოსწავლეთ არ თulis. მოსწავლე არის კლასში თავის თანატოლებთან. ამენ? ღმერთის შვილებთან, მოყვასთან და ერთად სწავლობს, ერთად აკეთებენ საქმეს. აი ვინ არის ქრისტიანი? არა ის, ვინც ამბობს რომ ვარ, არამედ ის, ვინც ასრულებს. ჰალელუია. ჰალელუია. რაში მდგომარეობს ძვირფასებო ღმერთის ძებნა? რომ მის გზაზე ხარ, სიკეთეს აკეთებ, ეხმარები, ეშველები სხვას, სხვის ტვირთს ზიდავ, სხვას წევ შენზე მაღლა, პატივს მიაგებ. გესმენთ? როგორც სამარიელი, ის ღმერთს ეძებდა. მღვდელი, ლევიტელი, რომლებმაც ჩაიარეს, ამბობდნენ რომ ღმერთს ვეძებთ და ვართო. ესე ვთქვათ ქრისტიანი, მაგრამ ჩაუარეს გაჭირვებას. მაგრამ ის, ვისაც არაფრად არ თვლიდნენ, როგორც ჩვენ დღეს არაფრად არ თვლიან აქ რო ხარ. ამენ. ის გაჩერდა. რომელი ეძებდა მათ შორის ღმერთს? როგორც ღეროდით შენ სახეს ვეძებო. რომელი ეძებდა ღმერთის სახეს? ვინც გაჩერდა. დანარჩენს ეჩქარებოდნენ. იცი, როდესაც არის საჭიროება, რატომ არის რომ ყოველთვის გეჩქარება? სხვამ გააკეთო, სხვამ მიხედოს. ეხლა საშინაო ეკლესიაში მივდივარ, უჯრედზე მივდივარ, რეპეტიციაზე მივდივარ, საქმეზე მივდივარ. შენი ოჯახის წევრი რო იყოს, ესევე მოიქცევი? უცებ რომ მისი სახე გადაკეთდეს და აღმოჩნდეს რომ შენი დედა ან მამა, შენი და ან ძმა გადააბიჯებ? ხომ გაჩერდები? და თუ ქრისტიანი ხარ, იქნებ გადაცმული ქრისტეა. ღმერთს ვეძებ.
მე ღმერთის ვარ, ქრისტიანი ვარ, რა დავდივარ ეკლესიაში. ბიბლიას ვკითხულობ. მე 1000-ს ვიხდი. მიყვარს ერთობა. იქნები იესო გდია იქ. გადაცმული და გამოცდას გიტარებს. აი ვინ ეძებს ღმერთს? ამენ. თუ ღმერთს ეძებ, მაშინ შენი გონება, შენი ყური, შენი გულის ყური მას უსმენს. წმინდა სულს უსმენს თუ რა გააკეთო. შენი ჭკუით კი არ დაფრინავ ხარ, დაფარფატებ. არამედ ღმერთის. აი, სად გადავდგა ახლა ჩემი ნაბიჯი უფალო? მარჯვნივ, სადაც შენ წახვალ იქ მინდა ვიყო. ამენ. სადაც მომახვევინებ იქ მოუხვევ. თუ შენი გეგმა მინდა შევასრულო, მაშინ ჩემს გეგმებს უნდა უთხრა ბაი-ბაი. გესმით? აბა როგორ აღასრულებ ერთად ორივეს? ყველაზე მთავარი რაც უნდა იცოდე არის ის, რომ ღმერთი მუდმივად ეძებს. ეძებს ვის? ვინც მას ეძებს. ამენ. თუ ეძებ, აი რატომ ხდება სასწაული ზოგიერთის ცხოვრებაში, რატომ ახდენს ზოგიერთის სასწაულს და ზოგიერთის არა? ვინც ღმერთს ეძებს, ღმერთი იმას აძლევს სასწაულს. ღმერთი ეძებდა მორჩილებას, ერთგულებას, თავმდაბლობას, ესავში, საულში, სამსონში, ის ეძებდა გეხასში. როგორ უნდოდა რომ იუდა ყოფილიყო ის, ვინც ღმერთს მოძებნიდა, დემასი, რომელს მიატოვა. არიან დღეს დემასები ძვირფასებო. ეგ სული არის და იქნება, მაგრამ შენ არ უნდა იყო. არ მიატოვო, საკრებულო. საქმე მაქვს. ხვალე გაწვიმდება, გათოვდება, გაყინავს. ამინც კი არ უნდა უყურო და ეძებო. თუ ჩანს ვარსკვლავები, ღმერთს არ უთქვას ვარსკვლავები ეძებე. უბრალოდ მან თქვა შეხედე მას, მაგრამ მე მეძებე. ამენ. ნუ ეძებ ბეწვს სხვის თვალში. ძალიან ბევრი სხვის თვალში ბეწვს ეძებს. აქ ბეწვიანებია. არ მინდა ეს ეკლესია, რომ ბეწვიანებია. თვალები სავსე აქვს ბეწვებით. მოდით ნახოთ ეს. შენ რა გაქვს თვალში? გესმით? მე იმიტომ არ მინდა ამ ეკლესიაში, რომ სავსე აქვს ხალხს თვალში ბეწვი. სხვა მიზეზს ვერ ნახულობენ. რომ კითხო, მიზეზი არ არის. ამაზე უფრო სასაცილო მიზეზი შეიძლება იყოს. გესმის? გეხვეწები რა ამომაღებინე შენი თვალიდან ბეწვი. თუ არ ამომაღინე, ამომაღებინებ. მაშინ მე აღარ მოვალ აქ. მე უნდა შევამჩნიო მხოლოდ მე მომცა ესეთი მზერა უფალმა და თვალები, რომ მე უნდა ამოგიღო, მაგრამ შენ არც უნდა შემხედო. იგავის მე-17 თავში მინდა ორი მუხლი წავიკითხოთ, რომ შევიცვალოთ ძვირფასებო. დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულს ეძებს. როგორ მოვძებნოთ სიყვარული? აღარ უნდა გაუხსენოთ გუშინ რა მოხდა. თუ მოგვარდა საქმე, თუ შევრიგდით, რაღაც იხსენებ ამ წარსულს. იცით ამაზე რა კარგი გამოცხადება მომცა უფალმა? ძვირფასებო, შენ რომ გქონდეს თვალი უკა, მაშინ შეგიძლია უცქირო წარსულს. ამენ? რატომ არ გაქვს უკან თვალი? არის აქ ვინმე ვისაც თვალი უკანა აქვს? ერთი მაინც.
აბა შეტრიალდით და შემომხედეთ მაგ უკანა თვალით. რატო არ გაქვს უკან თვალი? წარსულს რომ არ უყურო და წინ იყურო. ამენ. გინდა სიყვარული? ახე ვინც ივიწყებს წარსულს, არ ახსენებს წარსულს, მას უნდა სიყვარული. გინდა სიყვარული? მოგვარდა, თუ არ გეუბნება მაპატიე, შენ აპატიე. ამენ. ისი პატიება რა არის? შენ როცა პატიობ, იხსნება ბორკილები და აღმოჩნდება რომ ეს ბერკული შენ ქონდა, იმას კი არა ვისაც პატიობ. პატიებით იმსხრება ბორკილი, რომელსაც შენ ყავდი დაბმული თხასავით. ამენ. და როდემდე უნდა იყო ამ ბორკილებში კაცო? მეუშვი რა. ეს მისი პრობლემა თუ არ ინანიებს. შენ გაუშვი. ამენ. დანაშაულის დამიწყებელი სიყვარულს ეძებს, ხოლო დანაშაულის შემხსენებელი ახლობლებს აშორებს. რამდენი ახლობლები ყავს დაშორებული ესეთ ადამიანებს? რაღაც გაახსენა. რაც არ უნდა გაგახსენონ, არ რაყვე. ნახე მე რა წერია, მე ამბოხე, მხოლოდ ბოროტებას დაეძებს. იგავი გვეუბნება ძვირფასებ რომ ამ მე ამბოხებში არ გაერიო, ვინც ამბოხს წერს, არ გაერიო, მოშორდი. შენაც გახტები მე ამბოხე. მოიწამლები. გადაგედება ეს. არ გინდა, სურდო როგორ გადასდეთ ერთმანეთთან, სიახლოვით. არ გინდა, მაგრამ შენაც ხედავ რომ უკვე გაციებული ხარ ან რამე. მე ამბოხე ვინც არის მოშორდი, თორე შენაც გახტები. ვერ მიხვდები როგორ. მე ამბოხები ბოროტებას დაეძებენ. ამიტომ სასტიკი ანგელოზი გაეგზავნებათ მათ. გესმით? იციან, მაგრამ მაინც არიან ესეთები. და მიაქცია ამას ყურადღება. ადვილად რომ გიპოვოს უფალმა, გინდა? გინდა გიპოვოს უფალმა. ჯერ შენ უნდა ეძებო, მაგრამ რაც მთავარია, არ უნდა ეძებო შენი. ჩემი. ფილიპელთა 2:21. მაგრამ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. შეწყვიტე შენი ძებნა. ჩემი პოზიცია. დააფიქსირე ძმაო, ეს მუხლი. ამენ. შენი არ ეძებო. ქრისტეს ეძებე. და ქრისტე გაპოვნინებს. აბრაამი არ ეძებდა თავისას ვირფასებო. ღმერთმა უთხრა მომიყვანე ისაკი მსხვერპლად. აბა ამაზე მეტი როგორ უნდა ეძებო შენი? შენი სიცოცხლის ნაწილი, შენი მომავალი, შენი მემკვიდრე, შენი შთამომავალი, შენი სიბერის ბურჯი. ნახეთ, სად მივიდა ღმერთის ნება? მაგრამ არ ეძებდა აბრაამი თავისას, იოსები არ ეძებდა თავისას. ღმერთს ეძებდა. კი არ ყვიროდა უდანაშაულო თუ არ აქვს. და ღმერთმა წამოწია და დიდი კაცი გახადა. ნოე არ ეძებდა. ესთერიც არ ეძებდა თავისას. არც დანიელი, არც სამი ძმაკაცი. იმაზე მეტი რა არის, რომ შენ სიცოცხლეს არ ეძებ. მე რა დავიწვათ თუნდაც. ელისეს არ ეძებდა თავისას. დიდი ქონება მიატოვა. წარმოგიდგენიათ? და გაყვა უფალს. მოსეც არ ეძებდა. განცხრომაში ცხოვრობდა. ფარაონის მემკვიდრე იყო. იმპერიაში ყველაფერი ქონდა, საუკეთესო მიიღო, რაც კი შეიძლებოდა იმ ეპოქაში მიიღო ადამიანს. ყველაზე საუკეთესო. და უდაბნოში გაიქცა. დავითიც არ ეძებდა. მეფეთ იყო ცხებული.
და ტყე ეხეტიელებოდა. პეტრეც არ ეძებდა, პავლეც, ტიმოთეც გაზარდეს ისე. იყავით ამდაბალი და ერთგული, სანდო, ვინ იპოვისო ერთგულს და სანდოს, იგავები გვეუბნება. ვინც ეძებს იპოვის, მაგრამ თუ არ ახარ, როგორ გიპოვო? გინდა გიპოვოს ღმერთმა. მაშინ უნდა გახდე ესეთი. ეხლავე დაიწყე და არ გადადო ხვალზე. სენეკას აქვს კარგი გამონათქვამი ძვირფასებო. ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა არის ხვალინდელი დღის ლოდინში დღევანდელი დღის დაკარგვა. გესმენთ? ხვალე გავაკეთებ. ხვალე ორშაბათიდან, არა, დღეს. შენ არ შეგიქმნია ეს დღეები, რომ ხვალეთ შექმნა. ღმერთი იქმნის ხვალეს და შენთვის გათენდება თუ არა, ეს ღმერთია დამოკიდებული, შენზე არა. ამიტომ დღეს გააკეთე ყველაფერი. ეძებე ღმერთის ნება და ის სწორ დროს დაგადგენს სწორ ადგილზე. ცვით ვიგზორს აქვს ნათქვამი ძვირფასებო. თუ თქვენ არ ეძებთ არაფერს სხვას, ვიდრე ღმერთის ნება. ღმერთის ნების გარდა თუ სხვა არაფერს არ ეძებო, ის ყოველთვის დაგაყენებს საჭირო ადგილზე, სწორ დროს. ამენ? ყოველთვის. იყავი მორჩილი და უბრალო. მორწმუნეები ეძებენ კომფორტს და სწამთ მოწოდების. ძვირფასებო, ნახეთ, კომფორტს ეძებენ მორწმუნეები და მოწოდებისაც სწამთ. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ეს ორი არის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულება. კომფორტი და მოწოდება. ღმერთმა მოუწოდა ნოეს, იყო კომფორტში, აგინებდნენ, ლანძღავდნენ, დასცინოდნენ 120 წლის განმავლობაში. დააყენე მოწოდება უფრო მაღლა. ამენ? ამენ? რას ეძებ? ეს ყველასთვის აშკარაა. შეწყვიტე მიზეზების ძებნა. იონამ ეძება მიზეზი და იპოვა დიდი თევზი. ამენ? შეწყვიტე მიზეზების ძებნა. გინდა? დიდ თევზში? თევზის მუცელში? არ ვიცი ვიგენი, ვეშაპი თუ რა ურჩხული იყო, რომელმაც გადაყლაპა. არ წერია. ვინც ეძებს იპოვის. ეძებ მიზეზს. იპოვი ამ ვეშაპს. ეძებ ღმერთს. იპოვი ღმერთს. ამიტომ უფალმა თქვა ეძებე და იპოვი. ამიტომ ფრთხილად იყავი რას ეძებ. იპოვე ღმერთი საჭიროებებში. რომაელების მე-15 თავი ვნახოთ ძვირფასებო. ხოლო ჩვენ ძლიერთ გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე. და ღმერთი ხაზს უსვამს, რომ შენი სიამოვნება არ ეძებო. ამენ? ყოველი ჩვენთაგანი უნდა ამებდეს თავის მოყვას სასიკეთოდ ასაშენებლად. არამედ ჩემი თავი უნდა ვაამო და ვასიამოვნო. მე რომ მესიამოვნება, შენაც გესიამოვნება. ღმერთში ესე არ არის, როგორც მიმინოშია ძვირფასებო. მე რომ ვიქნები ნასიამოვნები, შენაც გასიამოვნებო იქ ამბობს, ხო? მაგრამ ბიბლიაში ასე არ წერია. შენ რომ ისიამოვნებ, მე ვიქნები ნასიამოვნები. ამენ? ამენ? აი ვინ არის ის, ვინც ეძებს ღმერთს? ვინაიდან ქრისტეს არ ეძებდა სიამეს თავისთვის. ქრისტე არ ეძებდა თავის სიამოვნებას. მიატოვა ზეცა და მოვიდა ამ ნაგავში. შენთვის, ჩემთვის, ყველასთვის. არამედ როგორც წერია, შენი მლამძღოლების ლამძღვა დამატყდა თავს. მოვიდა ნეტარებაში, ყველა რო თაყვანს სცემდა და ადიდებდა. და მოვიდა იქ, სადაც ლამძღავდნენ, წარმოგიდგენია ძვირფასებო. შეგიძლია წარმოიდგინო ეს.
ღმერთზე მომსახურება, ხალხზე მომსახურების გარეშე არის რელიგია. მოდით ნახოთ. მე ღმერთის მსახური ვარ, მაგრამ ხალხს არ ემსახურები, კაცო. ხედავ საჭიროება შენი დის, ძმის, შენი მოყვასის. დარგცალია. იმიტომ რომ ღმერთის მსახური ხარ. აი ეს არის რელიგია. მაგრამ ვინც ღმერთს ეძებს, ის თავის საქმეს გადადებს და მხარში დაუდგება თავის დასთა ძმას. ამენ. ამენ ძვირფასებო. აი რა არის მოსწავლეობა და ქრისტიანობა. ნუ ეძებთო სიყალბეს, ფსალმონში გვეუბნება დავითი დასაწყისში. შეწყვიდე სიყალბის ძებნა. ყველაფერი სიყალბეა თუ ღმერთს არ ეძებ. ღმერთი ეძებს მუშაკს, შუამდგომელს. უცნობილესი სიტყვა ეზეკიელში, მოდით ნახოთ 22 თავი. ვეძიებდი მათში კაცს, ზღუდის ამშენებელს, ნაპრალში ჩამდგომს ამ ქვეყნისთვის, ჩემ წინაშე, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვიპოვე. აი ვის ეძებს დღეს ღმერთი? ვინც აი თუ მეტყვიან კი არა, ვინც ეძებს, ვის რა ჭირდება? ჩემ ძმას რაღაც საჭიროება აქვს. მე ვილოცებ მისთვის. დავეხმარები. ფიზიკური საქმეა, წავეხმარები, წავალ, მოვემზადები. გესმის? აი ეს ფიქრი აქვს იმას, ვინც ღმერთს ეძებს და ეძებს გამუდმებით. ჰალელუია. ჰალელუია. ეძებეთო სიკეთე და მშვიდობა იმ ქალაქისთვის, სადაც დაგასახლა თოუფალმა. იერემია გვეუბნება ძვირფასებო. გინდა სიკეთე გქონდეს? გაუკეთე სიკეთე შენ ქალაქს, სადაც ცხოვრობ. ამენ. რაღაც გააკეთე. რასაც შენ სახლში გააკეთებდი და არ მოგეწონებოდა, ის გააკეთე შენ ქალაქში. და სიკეთე გექნება. ჰალელუია. ძალიან ადვილია. ეძიეთ არა მიწიერი, არამედ რაც მაღლა კოლოსელებში პავლე მოსიქული გვეუბნება. ნუ უყურებთ აქ, რომ აქედან რაღაც მიიღოთ, იქედან უყურეთ, იქედან მოვა. ამენ. ღმერთისგან. ეძიეთ ღმერთის სამეფო და დანარჩენი მოგეგება. ნუ ზრუნავ, რა ჭამო, რა ცვა, რა სვა, რა ჩაიცვა. თემოში შევძრები. შენ ღმერთისაზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენსაზე. ღმერთი ეძებს გულის სანდომს, მისი ნებასურვილის შემსრულებელს. ამენ. გახსოვთ ხომ? როგორ მიყვარს ეს მუხლი? ვის ეძებს ღმერთს? ჩემი გულის სანდომი, რომელიც ჩემს ყველა ნებასურვილს შეასრულებს. საქმეებში წერია. პოვე რუსლანი, უარა დავითი. ჰალელუია. გინდა შენი სახელი ჩასვა? მოდი ხმამაღლა თქვი შენი სახელი. პოვე ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყველა ჩემს ნებასურვილს. ამას ამბობს უფალი. აპოვნინე ღმერთს თავი. რა შემთხვევაში გიპოვის? ჩემი გულის სანდა, აი გულს რომ უნდა. სიტყვას კი არა, რომელიც ჩემს ყველა ნებასურვილს შეასრულებსო. დიდება მას. ჰალელუია. ამენ. სად იპოვა დავითი ძვირფასებო? იცი, ღმერთს რო ვინმე უნდა, როგორ მიყვარს ეს მაგალითი? ის მიდის ელიტარულ წრეში. თავადაზნაურებში, განათლებულებში, აკადემიკოსებში, დიდრებში. იქ ეძებს? არა, იქ ეძებს, სადაც ყველასგან გარიყულები არიან. დამდაბლებულები, დამცირებული, შეურაცხყოფილი. გესმე? არავინ არაფრად არ თვლით იმათ,
ვინც ციხეშია, ღმერთი ციხეში მიდის და იქ ეძებს, რომ იქნებ ვინმე ვიპოვო იქ. ყველასგან მიგდებულ და მიტოვებულ ადგილებში მიდის, იმიტომ ყავს ღმერთს. ამენ. სად გვიპოვა ჩვენ? შენ სად გიპოვა? და ის იპოვის, იმიტომ რომ იქ მოძებნია. იოსები ციხეში იყო და იმიტომ მიაკითხა, რომ ის ღმერთს არ შორდებოდა და ეძებდა. ესმეთ? დიდება მას. ჰალელუია. ეძიეთ თავმდაბლობა სოფონიას 2:3. მოდი სწრაფად ნახოთ. ეძიეთ უფალი ყოველნო თავმდაბალნო ქვეყნიერებისა, რომლებიც აღასრულებდით მის სამართალს, ეძიეთ სიმართლე და ეძიეთ თავმდაბლობა, იქნებ დაემალოთ უფლის რისხვის დღეს. თავმდაბლობა ეძებე. ხარ თავმდაბალი? მაინც ეძებე თავმდაბლობა. ეძებე და შეინახე მისი სიტყვა, ბიბლია, 119 ფსალმუნის 2 და 10 მუხლები ძვირფასებო. ნეტარ არიან მისი ცნებების შემნახველი მთელი გულით რომ ეძებენ მას. ბიბლია მთელი გულით ეძებე. ამენ. და 10. მთელი გულით გეძიებ შენ. ნუ გადამახვევინებ შენი მცნებებიდან. ბევრს ამბობს ძვირფასნო, ეს ფსალმუნი, ასევე შენს ბრძანებებს ვეძებო. ბიბლია მიიღე როგორც ბრძანება, ესე კი არა. როგორც ბრძანება. ჰალელუია. დიდება ჩვენს ღმერთს. იოანე 4:23. მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის. ვის ეძებს მამა? ვინც მას ეთაყვანება? მინდა მომძებნოს ღმერთმა, ეთაყვანე მას, გახდი თაყვანისმცემელი. ამენ. დღეს საზოგადოება გაყოფილია, ზოგი რონალდოს ფანია, ზოგი მესის. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ზოგი ერთის, ჯორდანის, ზოგი სტეფ კარის, ზოგს ბარსელონა მოსწონს, ზოგს იუვენტუსი, ზოგი იმის ფანია, ზოგი ამის, მაგრამ არის აქ იესოს ფანი ვინმე? ვინ არის იესოს ფანი? ვინ არის აქ იესოს ფანი? ჰალელუია! ამენ! ეთაყვანე უფალს. და ღმერთი ეძებს მის თაყვანისმცემელს. ამენ! ეთაყვანე უფალს. რომ გიპოვოს ღმერთმა. წავედი დასასრულისკენ ძვირფასებო. თქვი მე ვაპოვნინებ უფალს თავს. ზე სიყვარული თავისას არ ეძებს. სიყვარული თავისას არ ეძებს. მე მიყვარ ხარ. შენ. მაგრამ რაღაცა მაჭამე, რაღაცა მიყიდე, არა. ხო ისეთ მე ვხუმრობ ხოლმე ძვირფასებო. მე თევზი მიყვარს, მე მწვადი მიყვარს, მე მიყვარს ქათამი. ქათამი კი არ გიყვარს, შენი თავი გიყვარს, იმიტომ ქათამი რო გიყვარდეს არ შეჭა. ეგრეა? ქათამი თუ გიყვარს არ დაკლავ. გოჭის ხორცი მიყვარს, შენი თავი გიყვარს, გორჭი რა შუაშია? მომყვებით? რა მხიარულია ჩვენი უფალი. ამენ. დიდება უფალს. ამიტომ სიყვარული თავისას არ ეძებს. გესმით? სიყვარული ეძებს, რომ სხვას მოემსახუროს. გახდი მსახური და მონამორჩილი. ეძებს სიყვარულის გაცემა. ღმერთი არ ეძებს რაღაც პროფესიონალს,
უნარიანს, ღმერთი თავმდებელს და ერთგულს ეძებს და ხდის უნარიანს. ამენ. გესმით? პროფესიონალი უნდა იყოს ამ სფეროს, იმ სფეროს. თავმდაბალი იყავი, უბრალო იყავი. ამენ. და ღმერთი მოგცემს უნარებს და ნიჭებს. ადვილი არის იყო წმინდანი, როცა არაფერი გაქვს გასაცემი. ამენ. როცა არაფერი გაქვს რომ მსხვერპლი გაიყო. მაგრამ როდესაც დგება შეწევების დრო, მაშინ ხვდები თუ ვინ ხარ. გესმით? როცა გაცემის დრო დგება, როცა სხვაზე მომსახურების დრო დგება. ამენ. როცა ამ სიყვარულის დრო დგება, მაშინ ხვდები ვინ ხარ. უფლის სიყვარულით სავსე თუ ეგოისტი. გესმით ვეფასებო. ამიტომ დაიმახსოვრე. ღმერთი თავისას არ ეძებს, შენთვის უნდა, იესო თავისას არ ეძებს, შენთვის უნდა, სულიწმინდა თავისას არ ეძებს. რა მაგალითია ის იესოს გამდიდებელია და მის გამდიდებაში გეხმარება. ამენ. და შენც არ უნდა ეძებო შენი. ეძებე რომ სხვას დაუდგე გვერდში. ამენ. სხვას დაუჭირო ხელი. ჰალელუია. და სხვისთვის გააკეთო რაღაც. იესო ქრისტეს სახელით და ყველამ თქვა ამენ. ჩვენს უფალს ვიფასებო, მოდით წამოვდგეთ.